მოდით ახლა იცით რაზე ვისაუბროთ, ჩემო საყვარელო მეგობრებო, ძალიან საჭიროებო და ძალიან ისეთ სერიოზულ თემაზე, რასაც ქვია დეპრესიული მდგომარეობა, ნარკოტიკი, სასმელი და საერთოდ ყველანაირი პრობლემა, რომელიც ჩვენ ცხოვრებაში გვხდება და ჩვენ გგონია, რომ ეს არაფერი არ არის ეთიული გადასაწყვეტი. სინამდვილეში ეს არის ის პრობლემა, რომლის შედეგადაც ძალიან ბევრი ადამიანი განიცდის დისკომფორტს, ძალიან ბევრი ადამიანი კვდება საერთოდ, იმიტომ რომ ვერ ახერხებენ ამ თუ ნარკოტიკის გადაგდებას და ასე შემდეგ. დავიწყოთ იქიდან, რომ საერთოდ თვითონ ფენომენი ნარკოტიკის, ხო, ზოგადად ხო ადამიანებმა ხო საერთოდ დავარღვიეთ ყველაფერი, კოსმოსური განზომილებები, წესები, კანონები, საერთოდ ის რაც გვეძლება ჩვენ რეალურად დავარღვიეთ, ამოვარდით წონასწორობიდან და ამ წონასწორობიდან ამოვარდნამ გამოიწვია აბსოლუტური ის სულიერი დისბალანსი, რომელიც ჯერ ხო არც ვიცით რა არის სულიერი ჰარმონია, ჯერ ვერ მივედით მანდამდე და ამ სანამ მიხვალ კიდე ისეთ ქაოსურ დისბალანსში შევედით, რომ საერთოდ ყველაფერი რაც გვეძლება ღმერთი გვაძლევს, აი ხო ღვინო, ხო ერთი ჭიქა ღვინო არის სასარგებლო და 10 ჭიქა უკვე გყლავს, ხო ასევე არის საიდან წამოვიდა, რა საინტერესოა თვითონ კოკაინის ფენომენი, ხო კოკი იყო ესეთი აფრიკაში ფოთლები, კოკის ფოთლები და თვითონ მაშინ საწყალ ხალხს როდესაც შიმშილისგან არ იცოდნენ რა გაეკეთებინა, ძალიან დიდი გზები ჰქონდათ გადასავალი, ერთი ტერიტორიიდან მეორეზე გადადიოდნენ, ცხელოდა, საკვები არ ჰქონდათ, ერთადერთი რიცის ენერგიას იმუშავდნენ, ეს იყო წვიტავდნენ ამ კოკის ფოთლებს და ღეჭავდნენ და ეს აძლევდათ მათ ენერგიას. ესე იგი, კაცობრიობმა რა მოიგონა, ხო, რა გავაკეთეთ ჩვენ ამის შედეგად, რა თქმა უნდა, ვიპოვეთ ეს კოკის ფოთლები, დაავშვედით, გადავიყვანეთ ქიმიურ თემატიკაში, შევქმნით რაღაცა ჰიბრიდი ნარკოტიკი, რომელიც წარმოადგენს რაღაცა ფაინალი გულით გამაჩერებელ, ცოტა ხანი გაძლევს თვითონ ეფექტს, რომ რაღაცა ენერგიაზე ხარ და ჩხარა ლაპარაკს იწყებ და ჭვიდან გადადიხარ და რაღაცა მერე ჯდები და ისევ როგორც ხო იცით, ესე იგი ენერგია ეს გითრევს და მერე კლავს, რომ ან გული გიხდება, ვასნავნო გულით რა, გულით კვდებიან, იმიტომ რომ ან უფრო უარესი დეპრესიაში ვარდებიან, ისეთი ფსიქოზი ემართებათ, რომ ჩემმა ერთმა ახლობელმა მითხრა ერთი დიდხნის, რომ ვაიმეო რა ვქნაო ჩემი როგორ მიყვარს ჩემი საყვარელი კაცი, მან რა დღეშია ვიციო ისე ზისვამ და კოკაინზე ღამე რომ წამომიხდა ორჯერ ნაჯახით გამომეკიდაო, დანით ხელშიო და რა ხო აი დეპრესიის ფონზეო რა. მოკლედ ეს ყველაფერი არის იგივე ჰეროინზე ხო საერთოდ აღარ ვლაპარაკობ, ეს არის საერთოდ იდეაში რა არის ჰეროინი, ყაყაჩოს მტვერი შიგნით რაც მოდის, ის ყაყაჩოს რაღაცა ბუნებრივი გამონაყოფი, რომლის შედეგადაც შეიქმნა საშინელება, ეს ხო პირდაპირ სიკვდილია, იმიტომ რომ ადამიანს რას გიკეთებს, იცი, გაკარგინებს ყველაზე საშინელი ნარკოტიკია, მე თუ მკითხავ იმას თუ არ გავყვებით უკვე კრექს, რაც საწყალი გენიოსი ვიტნი ჰიუსტონი რაზეც დაჯდა და რის შედეგადაც გარდაიცვალა, ხო? ეს თვითონ ჰეროინი არის სიკვდილია პირდაპირ, სხვათა შორის ძველ ეგვიპტეში ერთ-ერთი ფარაონების საშინელება გართობა იყო, რა იცი, დილეგში ჩააგდებდნენ საწყალ იმას აქვია ადამიანს, ვისაც დასჯიდნენ, ვთქვათ სიკვდილის დასჯა ერთ-ერთი ფენომენის იყო, აშიმშილებდნენ და სვავდნენ ჰეროინზე. ჰეროინის შედეგად ეს ადამიანი ხმებოდა და ბოლოს კანიც აღარ რჩებოდა, არაფერი და ისეთი მკვდარი დავარდნილი ჩონჩხი რჩებოდა და მე ამ ჩონჩხს ძვლებს იღებდნენ ეს ფარაონები. Oh my god, რა უყვები მე თვითონმეშინია და გაჟღენთილს ამ საშინელი რაოდენობით ნარკოტიკით შხვნიდნენ და იღებდნენ, ესე ყლოსავდნენ, რა ვიცი აკეთებდნენ, ამითი ქონდა თავისი რაღაცა special high class-ის სიამოვნება. ესე იგი, ამას რატო უყვები? რა დონეზე მიდის ადამიანის ეგო, ხო წარმოგიდგენიათ, ესე იგი, საიდან სად მიდის ადამიანის ეგოიზმი, რომ ადამიანმა ერთმა უნდა ჩაყნოსოს მეორე ადამიანის ძვალი გაჟღენთილი ჰეროინით. ხო, კი, გასაგებია ეს ჩვენ დღეს ეხა შეიძლება თქვა რომ დღეს ხო არ ხდება ეს საუკუნეების წინ ეგვიპტეში, მაგრამ ეგვიპტე მაშინ ცივილიზებული ისეთი იყო და მესოპოტამია და საერთოდ იქ ჩვენ დღეს არც დაგვესიზმრება ბევრი რაღაცა და სხვათა შორის
უამრავ სხვა რაღაც საშინელებასაც ვაკეთებთ. უკვე აღარ ვიძახი იმ კატასტროფაზე, რაც ხა შემოტანილია, ეს საერთოდ ტაბლეტები და ეს გადაყლაპვა და ძინება და მერთო დაგვიფარე ყველას ახალგაზრდები ვაფშე აღარც ვიძებიან ზოგი ისე ძილში ყვტებიან. ეს ხო საერთოდ უბედურება და ეს ყველაფერი გამოწვეული არის ჩვენი არასწორი ურთიერთობით სამყაროსთან. ჩვენი არასწორი საერთოდ ცხოვრებით. ანუ ნახე რა ხდება, ვერ გაამტყუნა ადამიანს, რომელიც არის ძალიან ცუდად, რომელიც არის დეპრესიაში და რაღაცა მომენტში, ხო, იწყებს რაღაცის მიღებას, ალკოჰოლისა, ნარკოტიკისა, რაღაცა, იმიტომ რომ ცუდად არის, რა მოწყინდა ცხოვრება, ვაფშე ვერაფერს ვერ აკეთებს, ვერაფერს ვერ აღწევს. ამ დროს იოლი გზა აქვს, თქვათ მისასვლელი ნარკოტიკა და ამ შირმის უკან იმალება. ესე იგი თვითონ ჩვენ იცი რა უნდა განვიხილოთ ხოლმე, როდესაც ადამიანს ეხმარებით, თქვათ რაღაცა ნარკოდამოკიდებულებისგან განთავისუფლებაში, ის კი თვითონ კი არა როგორ ტკივილი გაუაროს და როგორ ლომკამ გაუაროს ასე შემდეგ. შენ უნდა ჩახედო იმ რუც აი იმ სიღრმისეულ ფერს თუ რის გამო დაიწყო მან ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ანუ ხშირ შემთხვევაში ყველაზე საშინელება კიდე იცით რა არის ის რომ თუ მოდა არის ხო რაღაცა აი არ ვიცი მე მაგრამ მტკივა გული რომ საქართველოში ხო ქართველების თემატიკა ძალიან ისეთი მოდაში შემოსული ყოველთვის იყო ეს ნარკომანობა და ამდენი ადამიანი კვდებოდა ამის გამო რა და მაგრამ ტეხავს რა და აი ძალიან გული მტკივა ამის გამო მაგრამ აი თვითონ აი ეს მოდა ხო ეს რაღაცნაირად უნდა გარდაიქმნას და ამის გარდაქმნა შეიძლება მარტო ერთადერთი ცხოვრების სტილით. ეს ცხოვრების სტილი შეადგენს ჯანსაღ ცხოვრებას, ვარჯიშს და იმ ატმოსფეროს, რაც შენ გარშემო იქნება. ესე იგი, ხო მოვყევი მე მგონი ერთხელ ერთ ხურუმს უთხრეს, რომ წამოდიო რა ჩასხოვრობო, მანდ ჩვენთან იყავიო ქალაქში ცენდე. არაო რა მინდა თქვენ და მეო, ჩემ სიბრძნეს ერთ საათში დავკარგავ თქვენთან რომ ჩამოვიდე და ვიცხოვრო. ანუ ეს რას იქ სადაც შენ იმყოფები ის ატმოსფერო ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ზოგადად შენზე. ამიტომ ამ ატმოსფეროს შეცვლაა საერთოდ საჭირო. ხო თუ შენ გინდა რომ რაღაცა გამოხვიდე ნარკოტიკული მდგომარეობა და გაეცალო იმ ტერიტორიას იმ ხალხს რომლებიც არიან დამოკიდებულები ამაზე ლოთებსგან, მაგრამ ზოგადად საერთოდ ეს კითხვა ის როგორ შეიძლება საერთოდ შეიცვალოს ხო საერთოდ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ აი step by step ხო აი ძალიან ნაზად ხო და ძალიან სწორე მიმართებით ბავშვობიდანვე ოჯახიდანვე უნდა მოსდევდეს ბავშვს სწორი აღზრდა რომ უხსნიდი უნდა არავითარ შემთხვევაში აკრძალვა არაფერს არ შეიძლება. ხო წარმოგიდგენთ ჩვენ ხასიათში არის როგორ რაღაცა არ შეიძლება ვაიმე უფრო მინდა არ შეიძლება ვაიმე როგორ მინდა ის არ შეიძლება აი უფრო მინდა. ანუ აი არ შეიძლება თემა არ უნდა იყოს. ეს თვითონ ახსნაში უნდა იყოს რომ ეს არსებობს მაგრამ და შენ თუ მოგივიდა სიტუაცია იმისი რომ შენ ეს გამოცადე და დაგემოვნეს უნდა იმის ფონი კონდეს ბავშვს ახსნილი რომ ყველაფერში უნდა იყოს ბალანსი რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არაფრის მონა გახდე. ყველაზე დიდი კონსტრუქციული საშიშროება ადამიანების სიცრუეში მდგომარეობს რომ ჩვენ ხო საერთოდ აი სიგარეტის მოწევიდან დაწყებული მარიხუანით დამთავრებული თუ გინდა აი ბოი რაღაცა პატარა აი თვისებით რომელიც ათვისებული გაქვს და ვერ ეგუება. ეს ხო არის ნეტვორკები. ეს არის ჩვეულებრივი იერარქიული ენერგეტიკული სამწყობები, ასე რომ ვთქვათ, რომლებიც უბრალოდ გართმევენ ენერგიას. სპატია სად მოხვდები რა ნარკოტიკულ ნეტვორკში, ალკოჰოლის, მოწევის, გარყვნილობის. მოკლედ, ეს რო არ მოხდეს, ხო? რა თქმა უნდა განვითარების და აღზრდის თემატიკაში პირველ საფეხურზე უნდა იყოს ადამიანის სულიერი მოწოდება. ის მომენტი რომ ადამიანმა უნდა იცოდეს ყველანაირად უნდა იყოს მიმართული იმისაკენ რომ ეს ცხოვრება არ არის ფუნდამენტი შენი მარადიულობის რომ ეს ცხოვრება დღეს და ხვალ და ზეგ ეს წავა გაქრება და ეს რომ გაქრება შენი მატერია ტანჯული ხო რა დარჩება შეგრჩება შიში რომ მეც გავქრები
რჩები, არა რომ რჩება სული შენი, რომელიც არის უძლიერესი ფორმულით შედგენილი, კოსმოგონიური ფორმულით შემქმნელის მიერ შექმნილი და შედგენილი. და ეს სული რომ დარჩეს და არ გაქრეს და შენ შემეცნებაში შევიდეს, შენი რეალური არსებობა თუ რატომ მიცხოვრე აქ და გაყვეს სხვა იერარქიულ სამყაროებში ეს ფიქრი, ამისათვის აუცილებელი არის რომ დღეს იმუშაო შენ საკუთარ თავზე, შენ სულიერ მდგომარეობაზე. ეს არის ხსნა. ეს არის გადარჩენა აბსოლუტურად ყველაფრისგან. იმიტომ კი არა რომ ღვთისშიში და დაგემართება შეგეშინდება და ამას არ გავაკეთებ ღმერთი დამში. არა, ღმერთი არავის არ სჯის. ღმერთი არის ფორმულა სიყვარულის და ბედნიერების, სინათლის და გაცემის ენერგიის. შენ უბრალოდ მოგინდება რომ იყო რეალურად ბედნიერი და აი, როდესაც გაათვითცნობიერებს ყველა ადამიანი იმ მომენტს, რომ შენ გზაზე დგეხარ მარადიულობისაკენ და ამ მარადიულობის გზას შენ თვითონ ჩეხავ და ანადგურებ, შენი იმ მიჯაჭულობით რაღაცა აი იმ ნეტვორკთან, რომელმაც დაგიჭირა და გართმევს ენერგიას, ის იქნება ცუდი თვისება, არ ვიცი, ლოტობას, ნარკომანიის, შენ გამოხვალ ამ მდგომარეობიდან. თუ თქვათ გიჭირს ხო ძალიან დანებება რაღაცის ხო იმის ბალანსს მაინც გააკეთებ რა და აი თავის მოკვლის პერიოდიდან გამოითიშები და გამოერთვები იმ რაღაცა წყაროს რომელიც კონკრეტულად გაცლის იმიტომ რომ ბოროტება როგორ არსებობს ის გაცლის შენ ენერგიას შენს გარეშე ვერ იარსებებს ვერანაირი ბნელი ძალა და შენ თუ განათთები სინათლით შენ სინათლით დაანგრევ ყველანაირ სიბნელეს რა და ეს დაანგრევა ხდება მარტო შენი შემეცნების მეშვეობით და შენ როცა მიხვდები რომ შენ გინდა ამ შენ გზაზე სულიერი სწორი გზა მიმართო შენი მარადიული არსებობისაკენ მაშინ დაფიქრდები რაღაცებზე არ მოგინდება ნაადრევად რომ მოკლა შენი თავი მოგინდება რაღაცა იყო ჯამრთელი ცხოვრებით დაკავებული მოგინდება რომ შენი ეს სხეული გახადო როგორც შენი სალოცავი ტაძარი როგორც აი რაღაცა ის ფენომენი რომელსაც შეუულია ტრანსფორმირების აღქმა რაღაცა ახალი მოძიება განვითარება improvement აი გაუმჯობესება და აი ეს არის მთავარი მარცვალი, როდესაც აი ამას დავამუღამებთ ჩვენ ყველანი, რომ მთავარი არის ჩვენი არსებობის ათვლიდან იმ წუთიდან, როდესაც ჩვენ ვიწყებთ ცხოვრებას, ყველაზე მთავარი არსი იმისი, რომ შენ უნდა გააკეთო დეგრადაცია კი არა, პროგრესისკენ სიარული აღმავლობისკენ შენი გაუმჯობესების, შენი უფრო კარგი, აი მე ნუცა გუში რაც ვიყავი, ხო, მე დღეს მინდა ნუცას ახალი ვერსია, უფრო კარგი ვერსია. მე გუში რაც ვიმღერე, ის მე აღარ მაინტერესებს, მე მინდა ნუცას ახალი ნამღერი ვერსია. მე მინდა ნუცას ახალი შეგნებული რაღაც გაანალიზებული აზრი, ახალი მიდგომა, ახალი ვარჯიში, ახალი სუნთქვა, ახალი თუ გინდა ურთიერთობა, ყველაფერი. აი მას, როდესაც ადამიანი დაამუღამებს, ის დაამუღამებს ცხოვრების კაიფს და ყველაზე დიდი კაიფი ამ ჩვენი არსებობის არის ცხოვრება. სამწუხაროდ ამას ჩვენ ხვდებით გვიან და თუ შენ შეეცდები რომ ეს გაანალიზო და ეხლა მიხვდე, მაშინ შენი ცხოვრება შეიძლება ლამაზი ალგორითმის ფერწერით რა და ეს იქნება ძალიან მაგარი. მოკლედ ნიუ-იორკში წვიმს მაგრამ მაგარი ამინდია მიყვარს მე ესეთი ამინდი ბედნიერება ყველას ნუ ცართ პოდკასტი ხო ლაიქი მოდით იყავით ჩემი გამომწერები ჩემი რა ერთად რომ რაღაცა საინტერესოები გაუზიაროთ და ვესაუბროთ რა